2019 წლის მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდები ფიზიკაში ნოემბერი, ამოცანა ნომერი 4. როდესაც 1.5 მეტრის სიგანისა და 0.6 მეტრის სიღრმის არხი ყოველ წამში ატარებს 0.27 მეტრულ მოცულობის წყალს, ესე იგი მოცემული გვაქვს 1.5 მეტრის სიგანის, ესე იგი ელი უდრის 1.5 მეტრს, სიგანისა და 0.6 მეტრის სიღრმის არხი, ესე ჰ უდრის 0.6 მეტრს, ყოველ წამში ატარებს, ესე იგი ტ უდრის 1 წამს, 1 წამში ატარებს V უდრის 0.27 მეტრ კუბს მოცულობის წყალს. მაშინ წყლის სიჩქარე არხში არისო, გეკითხებიან და აგრეთვე განიკვეთის ყველა წერტილში სიჩქარე ერთნაირად ჩათვალეთო, ერთმანეთის თვალათო. ეხლა რადგანაც მოცულობა უკვე ვეთი აღნიშნული გვაქვს, მოდი საძიებელი სიჩქარე ავნიშნოთ, დავუშვათ V პრიმით, როგორც V პრიმი, ესე იგი ვეძებთ V პრიმს. წყლის სიჩქარეს არხში. კარგით, ეხლა მოდი რომ წარმოვიდგინოთ სიტუაცია, გვაქვს ავიღოთ პრიზმის ფორმის კალაპოტი, წყლის კალაპოტი. ეცდები დავხატო. ასე. ესეთი კალაპოტი გვაქვს და არხი გვაქვს და წყალი მიედინება დავუშვათ და ეხლა ესე იგი მოცემულობით რა გითხრეს რომ აი ეს მანძილი სიგანეო არხისო ტოლი არის ელი უდრის 1.5 მეტრსო აი ეს სიღრმეო ან გამოდის რომ აი ამას გვეუბნებიან ესე იგი ეს არის ჰ უდრის 0.6 მეტრს მაშინ აი მკვეთის ქვედა ფუძის ფართობი ეს ტოლი იქნება ესი ტოლი იქნება ჰ გამრავლების სიგრძე სიგანის დამრავლის ჰ-ლის ეს იქნება 0.6 ჯერ 1.5 ეს არის 0.9 მეტრ კვადრატი კი ბატონო ხო და შემდეგ გვეუბნებია რომ არხიო ყოველ წამში ატარებს 0.27 მეტრ კუბ მოცულობის წყალს მოდი წარმოვიდგინოთ ახლა ესეთი სიტუაცია აი იქ ახლა ავიღოთ კვეთა აი აქ კვეთა ავიღოთ აი ამ ადგილას აი ასე. აი ამ კვეთაში გვაქვს წყალი. კვეთაში წარმოვიდგინოთ რომ გვაქვს წყალი. აი აქაც აი ამ სიბრტყეში გვაქვს წყალი მოქცეული, ბუნებრივია. აი ეს წყალი და დავაკვირდეთ ახლა აი ამ წყლის, რომელიც აი ამ კვეთაში მივიღეთ, ერთ-ერთ წყლის მოლეკულას. აი დავუშვათ ამას. ბუნებრივი არის ახლა თუ აი ამის სიჩქარე აი სწორედ აი ამის სიჩქარე არის V პრიმი, ბუნებრივია ახლა აქ ამ კვეთაში მიღებული წყლის ყველა მოლეკულის სიჩქარე ერთნაირი არის პირობით, ვითხრეს. და სწორედ აი ამ V პრიმ სიჩქარეს გვეკითხებია და აგრეთვე ამოცანაში გვითხრეს ჩვენ რომ ყოველ წამში აი ეს ფენა სხვანაირად აი ეს წყლის მოლეკულა გადის 0.27 მეტრ კუბ მოცულობით შემოსაზღვრულ არეს. ანუ სხვანაირად რომ ვთქვათ, აი ეს მოცულობა რო წარმოვიდგინოთ, აი ეს მთლიანად აქეთაც რა თქმა უნდა წყალი გვაქვს, აი ეს მოცულობა რო წარმოვიდგინოთ მთლიანად, აი სწორედ ეს აი ამ მოცულობის ბას გადის მთლიანად და ერთ წამში აი ეს მოლეკულა, რომლის სიჩქარე არის V პრიმი, მოექცევა აი ამ წერტილში. ეს იქნება V პრიმი და რა მანძილს გაივლის? ეხლა აი ეს მოლეკულა, აი ამ ქვედა შუაში აღებული კვეთიდან ბოლო აი ამ კვეთამდე რა მანძილს გაივლის? ეხლა რომ დავაკვირდეთ, გაივლის აი სწორედ აი ამ მანძილს. და მოდი ამას დავარქვათ L1 და L1 კიდე ტოლი იქნება თუ აი ამ წყლის მოცულობა V ტოლი არის V შეფარდებული ფუძის ფართობთან. შესაბამისად V თუ არის V ახლა არის მოცულობა 0.27 შეფარდებული S-თან ეს იგი 0.9 მივიღეთ ესე იგი უნდა შევაფარდოთ 0.9-თან ეს გამოგვივა 0.3 მეტრი და სიჩქარე რა იქნება? სიჩქარე იქნება აი ეს მოლეკულა V პრიმით L1 მანძილს გადის შესაბამისად V შესაბამისად რა გვექნება ესე იგი V უცრავად L1 ტოლი იქნება V პრიმი შეფარდებული S-თან L1 ტოლი იქნება V პრიმი T. აი ესეთი გამოსახულებას მივიღებთ. კი ბატონო. ანუ ეს ჩვენი მოლეკულა ან წყალი ფენაში, მთლიანად გაივლის L1 მანძილს, რომელიც თავის ტოლი არის V პრიმ T-ს. და ჩავსვათ ახლა. აქედან მოდი ჩავსვათ, გამოგვივა V პრიმი აქედან გამოგვივა L შეფარდებული T-სთან, L1 შეფარდებული T-სთან, L1 არის 0.3 და T კიდე 1 წამი გვაქვს 1, ესე იგი შესაბამისად V პრიმ ტოლი გამოგვდის 0.3
მეტწამის. ანუ საბოლოოდ რო დავწეროთ პასუხი, V პრიმი 2 ყოფილა 0.3 მეტწამის. ეს კი არის პასუხი D.